Salvებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ ეგრეთ წოდებულ ხმის crossover-ზე, რომელიც გაკეთებას მინდოდა და ჩაყენება დიდ ბასავიკებში. ეს აღარ არის ბასავიკი, ეს უბრალო ხმის დინამიკია, მაგრამ ესეთი რაც მაქვს აწყობილი 18 დიუმიან ბასავიკზე, მაშინაც თქვი ძველ ვიდეოებში რომ არ იყო ხმის ფილტრი და მინდოდა ხმის ფილტრის ჩადება, მაგრამ ის ფაქტი რომ დიდად არ მომწონდა კაბინეტში, სადაც წარმოქმნება აკუსტიკა, ყუთი რომელიც პასუხისმგებელი აკუსტიკაზე, იქ არ მინდოდა დამატებითი რაღაც მოწყობილობების ჩაყენება. მე პასიური აპარატურის კაცი ვარ, ასე რომ ვთქვათ, არ მიყვარს აქტიური აპარატურა და შესაბამისად ჩინდაც აღარ მინდოდა ბევრი რაღაცები, ამიტომ ვიფიქრე და გამართლა ჩემმა ასე რომ ვთქვათ ფიქრმა, ჩემმა თეორიებმა და გამოვიწერე აი ესეთი ძალიან მაგარი ამას ქვია აქტიური crossover-ი, რომელიც შესულ სიგნალს წააჭრის მაღალ სიხშირეებს და მხოლოდ მარტო ბასებს გაუშვებს გამაძლიერებაში. სწორედ ეხლა ზუსტად რამდენიმე საათის ჩამოსულია ჩემი ასე რომ ვთქვათ ბასის აქტიური crossover-ი და ეხლა დავტესტავ. ეს არის პასიური crossover, ეს ახლა ბასის არა, ეს უბრალო ვერხის არის, მაგრამ ეგეთი არის დაახლოებით ბასის crossover-იც და ეგრე გამოიყურება აქტიური. სხვათა შორის ბასის crossover-ი, რომელიც ჰქონდა გაკეთებული, ეს პატარა მანქანის C-კლასის დინამიკზე იყო. დავტესტეს, შევაერთე და სხვათა შორის ბასები კი გამოუშვა, ხმა მოჭრა, მაგრამ თვითონ ეს ვერ უძლებდა წვრილი ის აქ მავთული და ეს თვითონ იმდენად ხურდებოდა, აზრი არ ქონდა შესაბამისად აქ ძალაც იკარგებოდა ჩვენი ხმის დანაკარგები იყო მეტი. ასე რომ ამ crossover-ებში აღარ წავა ხმის დანაკარგი და აქტიური თვითონ გათლის სიგნალს და გაუშვებს გამაძლიერებაში. გამაძლიერებიდან გამოსული უკვე დამუშავებული სიგნალი შეედინება დინამიკში და შესაბამისად გვაქვს იდეალური ხმა. ეხლა დავტესტოთ, აგერ მუსიკა ჩართული მაქვს ლეპტოპიდან. ნახეთ, ეხლა ორი ინპუთი მაქვს. ერთი იქნება პირდაპირ ლეპტოპის, ანუ ჯეკის შემავალი და მეორე არის უკვე ჩვენი crossover-დან გამოსული სიგნალი. ეხლა ავუწიოთ ხმას. აგერ მაქვს დინამიკი რომ თვალსაჩინოდ იყოს ყველაფერი. ეხლა გამოვაზრობ ჩვენი ლეპტოპიდან წამოსულ სიგნალს და შევერდებ ჩვენ შემავალ მხარეში. ხო, ის აუცრება. არანაირი ხმა და მხოლოდ დაბალი სიხშირეები დინამიკსაც ხედავთ რა დღეშია. ცოტა აწევად შეიძლება, თუ არ დავწვით ეხლა ეს. დავაბრუნოთ ახლა ხმა. მოკლედ ძალიან კარგად მუშაობს, მოიხმარს 12 ვოლტს. 12 ვოლტი ჭირდება ოპერაციულ გამაძლიერებას გაართვას, კონდენსატორები წაქვია, დაფილტროს. მოკლედ ძალიან იდეალური რამეა. შეგიძლიათ თქვენც გამოიყენოთ. აქ ორი ვოლუმია, სხვათა შორის აქ მეგონა აქ კიდე რაღაცების სიხშირეების ჩართვა equalizer-ს გააკეთებდა, მაგრამ არ ყოფილა. მხოლოდ ვოლუმია. და კიდე რაც არ მომეწონა იყო ასეთი რამე. ესე იგი რა ხდება აქ? აქ გვაქვს შემავალი მხარე. შემავალ მხარეში გვაქვს ესე იგი ჩვენი ground-ი, L მარცხენა მხარე და R. ანუ სტერეო სიგნალი შედის, მაგრამ აუტში არ გამოდის სტერეო. აუტი ერთი აუტი აქვს მარტო. პრინციპში მე რისთვისაც მინდა ჩემი ბასის გამაძლიერებელზე ახლა სტერეოს მინამუშავებს, ხო? ამიტომ იდეალური იქნება ჩემი საქმისთვის. რა ვიცი, თქვენც ნახეთ. ამას ქვია ესე იგი დაიძებნება active crossover for amplifier და subwoofer low frequency-ც მიაწერეთ და ამოაგდებს სამგლეთ. თუ რაღაცა ლინკსაც ჩავაგდებ ამის გამოსაწერს. მოკლედ იდეალურია. ეხლა ამას მე
ჩავამონტაჟებ ჩემს ხმის გამაძლიერებელში და მე უკვე დიდ დინამიკებზე დავტესტავ. ნახოთ აბა რა გამოვა. აბა თუ იცანით ჩემი არხის მაყურებლებო რამდენი წლის წინ ავაწყეს გამაძლიერებელი აღარც მახსოვს. სად განვათავსოთ ახლა ეს ჩვენ აქ 12 ვოლტიც თუ მაჰყვება არ მახსოვს. აქ 12 ვოლტი ვიწერია, 12 ვოლტი არა მაქვს. ამ რეგულატორების გამოყენებას მგონი საერთოდ აზრიც არ აქვს. ესე იგი, აქ გვაქვს ორი შეუმავალი. ფანტომური და ჩვეულებრივ ჯეკზე. ეს არის ერთი არხის შემავალი ხმა, ესაა მეორე არხის. ახლა მე ამათ გადავიყვან, დავაპარალელებ მონოზე და უკვე იმ შტეკერებიდან წამოსულს უკვე შევუშვებ აქ. ესე დადგება ახლა ხმები ყველაზე კარგად. და ამას 13 ცენტრში აქ შვიდიც მოკლედ დავამაგრებ რა, კი არა კი იქნება გლეხურად გაკეთებული, მაგრამ მთავარია საქმე გააკეთოს რა. ეს კულერები მაშინ დავამატე. მოუწია ჩამატება აგერ ერთი კულერი და აგერ მეორე კულერი, უკეთესად გრილდება და ჰაერიც გამოაქვს. ჰაერიზაცია ხდება კარგად. თანაც ჭრილები ხო იყო. ამ ჭრილებში და ასე ატრიალებს ჰაერს მარტივად. ესე იგი ასე გამოიყურება. აქ ტრანსფორმატორის მოტარებულ სამაგრზე მაქვს დახრახნილი, დარეზვებული. კვების ბლოკად გამოყენებულია 5 ვოლტიანი ადაპტორი. აგერ USB გამომავალზე მაქვს 5 ვოლტი გაშვებული, 12 უწერია, მაგრამ 5 ვოლტზე მუშაობს და არანაირი ცვლილება ან რაღაცა დენის დაუკმაყოფილებლობა ან ეგეთი არ აღენიშნება. ჩვეულებრივად კარგი ხმა აქვს და ესე გამოიყურება რა. ახლა ჭკვიანი კაცი ამას აქ არ დააყენებდა. სანმე გახვიდავდა, შასზე დაამაგრებდა და კიდე დამატებით გეინი მექნებოდა სარეგულირკო, მაგრამ ეხლა მაგის თავი არა მაქვს. თან მაგრად მეზარება. გავტესტავ ყოველ შემთხვევაში ასე თუ კარგად იმუშავებს. მერე ყველაფერი იქნება ასე დავტოვებდა თუ რამე. როგორც მაშინ პირველად დავაწყო ეს გამაძლიერებელი და კულერები არ დავაყენე, თუმცა გათვლილი იყო. მოკლედ მაგ იგივე შემთხვევა აქაც რა. ესე დავტოვებ, მაგრამ თუ პრაქტიკაში არ იმუშავა, მე ამას გადმოვიტან და სანმე აქ ქვემოთ დავამაგრებ და ვოლუმების გარდა მექნება დამატებითი გეინი კიდე პრეამპი, ასე რომ ვთქვათ, ამას თან პრეამპიც ახლა ეს და მაგის რეგულირება. აქ ახლა გახსნილი მაქვს ბოლომდე აწეული და რა ვიცი, დავტესტავ და ნახავ როგორი იქნება და თუ რაღაცა ზედმეტი გეინი წამოვიდა, მაგალითად დაუკლებ. მოკლედ მეგობრებო, ამოვიტანე ჩვენი გამაძლიერებელი ავაწყო უკვე. ეხლა ჩავრთოთ და დავტესტოთ აბა ერთი რას აკეთებს, როგორ აკეთებს. ხმები არ არის ბასები ურტყამს. всё, მეტი აწევას აზრი აღარ აქვს, თავის საქმეს აკეთებს. რაც გუნებს, ჭერი დამეცემა თავში ისედაც დაუბზარე, აქედან უკვე რაღაცები ჩამოცვიდა. მოკლედ, ხოდა უკვე ამის ბოლომდე ხმისაწევას აზრი არ აქვს, ამ სახს დავანგრევდა. მოკლედ თავის საქმეს აკეთებს, ფილტრავს, ბასები ისმის, ეხლა ზედების ჩაირთვება უკვე ის ზემოთ უკვე მაღლები იქნება, ქვემოთ ბასები და შეივსება და თანაბარი ხმა ექნება და უკვე ბალანსი დადგება, ასე რომ ვთქვათ, მუშაობს ეს ჩვენი აქტიური პრეამპ კროსოვერს დავარქვევ და თავის საქმეს აკეთებს იდეალურად, ასე რომ აბა წავედით. მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო.